გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ჩვენი სტუმარია 2017 წლის Alfa Romeo Quadrifoglio 2.9 ძრავით. ავტომობილი ამერიკიდან ჩამოსულია მექანიკური დაზიანებით, ესე რომ ვთქვათ, ელექტრული უფ. და დღეს ჩვენი სენსეი შემოგთავაზებს master class და ჩვენი სენსეი იძახის რომ ორივე კაბელში მოდის Can-High. ეს ზედაქანი არის ეს, ნახე? მომსვლელი კულისაზე. არის Can-Low, არის Can-High. როგორც კი კულისას შევაერთებთ, ეს Can-High და Can-Low, ნახე, ეს ერთი Can-High. ნახე? აჰა. Can-High. ეს მეორე Can-High. იგივეა, ანუ ორივე კაბელში Can-High-ია. ეხლა უყურე. მეოთხე კარგი გაგრასტურად მაგ მონიშნული ეს ორი მიდის ძმაო. ას. გადმოვინაცვლეთ წინა მხარეს, ვეძებთ ქანებში პრობლემას. როგორც უკვე გითხარით, ორივე ქანში მოდის Can-High. ტესტირებების და გაყვანილობის შემოწმების შემდეგ საჭირო გახდა რომ მივსულიყავით კარობკის შუამავალ შტეკერთან, რომელიც აყენია ქვედა მხარე. ამიტომ პროცესი გადაიდო მეორე დღისთვის. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ კარობკაზე მომავალი ქანი იყო კარგი, მაგრამ კარობკიდან ABS-ი ამავალ ქანს ჰქონდა პრობლემა. ჩვენ ეს პრობლემა მოვაგვარეთ და შედეგს იხილავთ ვიდეოში. მოგესალმებით სენსეის გარაჟიდან, დღე მეორე. სენსეიმ დანაპირები შეასრულა და მანქანა უკვე გონზია. აი ახლა კი ნახდა ჩამოგთავაზებენ master class მეგობრებო. ერთ დავზროს და მე დავქოქავ. ისე კიდევ ერთი ჩვენთან ყველაფერი შესაძლებელია მეგობრებო, ვაგვარებთ ურთულეს პრობლემებს. რატეთი ძიო გიხმარა ხსენ.